თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლის რეგულაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გამოიკითხა. მოწმემ ტელეკომპანია იმედის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სხდომას, სადაც იმედისთვის ლიცენზიის შეჩერება გადაწყდა, ესწრებოდნენ კომისიის წევრები. მისივე თქმით, პროცესში ჩართული იყო მურთაზ ზოდელავა. Юридический департамент სოფლის კახე ურაშვილი, თავმჯდომარე თვითონ ზურაბ ნონიკაშვილი და მურთაზ ზოდელავა. ზურაბ ნონიკაშვილმა გადმოცა გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც დამთხოვა, რომ ასე წამიკითხა ეს პროექტი. რა პროექტია საუბარი? ეს არის პროექტი ტელეიმედის, შეშოტესი ტელეიმედის გაფრთხილების და დაჯერებების შესახებ. ეს წავიკითხე, ჩემი განმოსახედიდან ეს ხო უკანონობა. Rază utkari, zurab nonikașvils და იქ დამსწრე პირებს უთხარი განაცხადეს არ მოაწერდი, არც სამსახურების ბაზას არ დავწერდი, თუმცა თქვენ დამეტოვებინა თანამდებობა. იმ საღამოს ჰქონდა რამდენჯერმე კიდე შეხვედრა ზურაბ ნონიკაშვილთან, მოხდა საუბარი იმაზე, მე არ ჩემი ოჯახის წევრებს ექნებოდა პრობლემას შოვა ასე შემდეგ, მან გადმოცა სხვების, ასე ვთქვათ, მუხარა. იმ სახელმწიფო უწყებების მუხარა. სპეციალიზმი შევიდა იმედში, განადგურებული იყო აპარატურას, აღარ ფუნქციონირებდა ტელევიზია. ჩემი ვარაუდით იმისთვის რომ არ დასრულიყო შეკითხვებით, რატო არ ფუნქციონირებს ტელევიზია და რატო არ არის ეთერში, ამის გამართლებისთვის იყო კომისია მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიჩერებინა ეს ლიცენზია.